მოგესალმებით. იყენებს თქვენი შვილი TikTok-ს, Facebook-ს ან Instagram-ს, მაშინ ეს ვიდეო აუცილებლად გამოგადგებათ. სოციალური მედიის გავლენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა უარყოფითი გავლენა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები, ოჯახის წევრები და პედაგოგები ვაცნობიერებდეთ ამ პოტენციურ რისკებს და მივიღოთ ზომები მათ შესამცირებლად. კიბერბულინგი. ბავშვები შეიძლება გახდნენ ონლაინ შევიწროების, ბულინგის ან გარიყვის მსხვერპლნი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და დაბალი თვითშეფასება. კიბერბულინგი შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით და შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს თქვენი შვილის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. მაგალითად, თუ მოსწავლე ახსენებს, რომ რომელიმე ჩატში მას ვინმე შეურაცხყოფას აყენებს, ან ასე შემდეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ საკითხი შეიძლება კიბერბულინგით ეხებოდეს და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჩართულობა. სოციალური შედარება. სოციალური მედია ხშირად წარმოაჩენს ადამიანების ცხოვრების შერჩეულ და იდეალიზებულ ვერსიას. შესაძლოა თქვენმა შვილებმა იგრძნონ ზეწოლა, რომ შეესაბამებოდნენ არარეალურ სტანდარტებს და შესაძლოა მათ გაუჩნდეთ არასრულფასოვნების შეგრძნება და ეს ყველაფერი აისახოს მათ თვითშეფასებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავს თანატოლებს ადარებენ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ერთადერთი, ვისაც უნდა შევედაროთ, ეს საკუთარი თავია, როგორი ვიყავით გუშინ, როგორი ვართ ახლა. პირადი ინფორმაციის დაცულობა. შესაძლოა მოზარდებმა ვერ შეაფასონ ის მოსალოდნელი რისკები, რაც მათი პირადი ინფორმაციის გაზიარების თანმიმდევრია და მათ მიერ გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს შესაძლოა მოყვეს სტრესული სიტუაციები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის პირადი ინფორმაციის გაზიარება არის უსაფრთხო. სხეულის ნეგატიურად აღქმა. ისეთი სურათებისა და ვიდეოების დათვალიერებამ, ნახვამ, რომლებიც არარეალისტური სილამაზის სტანდარტებს უჭერენ მხარს, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ნეგატიურად აღქმისა და თვითშეფასების პრობლემების განვითარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი შვილები აიდენტიფიცირებენ თავს ინფლუენსერებთან ან ცნობილ ადამიანებთან, მათ, ვისაც დიდი ხნის მანძილზე ადევნებენ თვალს სოციალური მედიის საშუალებით. ბუნებრივია, მათ შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ყოველთვის იდეალურად უნდა გამოიყურებოდე, ან ყოველთვის მაკიაჟი უნდა ჰქონდეს, ან ყოველთვის ძალიან ბედნიერი და ლაღი უნდა იყო, რაც რა თქმა უნდა არ არის მართალი, რადგანაც დღის მანძილზე ყველას გვეცვლება განწყობა და ბუნებრივია მნიშვნელოვანია ჩვენს თავს დავაკვირდეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ საკითხებზე საუბარი და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ძილის დარღვევები. სოციალური ქსელის ძილის წინ გამოყენება ხელს უწყობს ძილის დარღვევების წარმოჩენას, ჩაძინებას, უწყლოდ ძილს, რაც შემდეგ აისახება როგორც განწყობაზე, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმა, როგორიცაა გაღიზიანებადობა, შფოთვა. ამიტომაც აუცილებელია დავაკვირდეთ, თუ როგორია მათი ძილის რეჟიმი, რას უყურებენ ძილის წინ და გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ დაძინებამდე მინიმუმ 9 საათით ადრე არ არის რეკომენდებული დროის ეკრანთან გატარება. გარიყულობის შიში. სოციალურ მედიაში ხშირად გვხვდება ისეთი შინაარსის ვიდეოები, სადაც წარმოჩენილია ადამიანების ჯგუფები, მეგობრები, როგორ იდეალურად ატარებენ დროს, ერთობიან, მუდამ ერთად არიან. მსგავსი კონტენტის დიდი რაოდენობის ნახვა შესაძლოა გამოიწვიოს ნერვიულობის შეგრძნება, გარიყულობის შიში, განცდა, რომ მათ არ ყავთ მსგავსი წრე. და ისევ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხაზი გავუსვათ იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანები განსხვავდებით პიროვნების ტიპების მიხედვით და ის რაც ერთი ადამიანისთვის არის გართობა, სხვა ადამიანებისთვის სულაც შეიძლება არ იყოს გართობა. თუ ჩვენს ვიდეოს პირველად ნახულობ, აუცილებლად ნახე სხვა ტიპის ვიდეოების, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს სწორედ აი ამ ინდივიდუალურ თავისებურებებზე, უნიკალურობის აღქმისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ და გამოვიწერე ჩვენი არხი. ეკრანზე მიჯაჭვულობა და დიდი დროის გატარება. ეკრანის ჭარბიდოზით გამოყენება მოსწავლეებს ხელს უშლის დროის სწორად გადანაწილებაში. ხშირად ვერ ესწრებენ ისეთი მნიშვნელოვან საქმეებს,
როგორიცაა საშინაო დავალების მომზადება, ფიზიკური და სხვა აქტივობები. ალბათ შეგუმჩნევია დასრულ ადამიანებს, რომ ზოგჯერ ჩვენს ძალიან გვიჭირს დროის სწორად მართვა და ეკრანზე მიჯაჭვულობა ჩვენს გვახასიათებს ხოლმე. შესაბამისად, ასე დროს მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, რომ ეს ბუნებრივია, ეს ჩვენს გვემართება, მაგრამ როდესაც დილით კარგად დავგეგმავთ ჩვენს დღეს და ერთად დავისახავთ მიზნებს, აუცილებლად გამოგვივა დროის ისე გადანაწილება, რომ ეკრანისთვისაც დაგვჭირს სასურველი დრო. კონფორმულობა, გავრცელებული ტრენდები, ჩაცმისა თუ ქცევის წესები, ლექსიკა ხშირად გაუცნობიერებლადაც კი უბიძგებს მოსწავლეებს კონფორმულობისაკენ, რაც ხელს უშლის მათი ინდივიდუალური მისწრაფებების, ნიჭისა და სურვილების გამოვლენას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას შეკითხვა. თუ რაიმეს ყიდულობთ, რატომ ყიდულობთ? იმიტომ რომ მოგწონს, თუ იმიტომ რომ ასეა მიღებული და სხვები ყიდულობენ? როგორ გადავჭრათ აღნიშნული სირთულეები? რა გზები დაგვეხმარება და რა გამოსავალი არსებობს მსგავს სიტუაციაში? თუ ეს საკითხები თქვენთვის საინტერესოა, დაგვიწერე კომენტარი და შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება ამ პრობლემების გადაჭრის შესახებ. დიდი მადლობა და გამოიწერეთ ჩვენი არხი.